რუსიკო კობახიძემ რიგით მეორედ დატოვა ამ რეპრესიული კანონის ამოქმედების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი. მისი განწყობა არის უცვლელი. მხოლოდ და მხოლოდ სასაცილოდ მიაჩნია ქართული ოცნების დამოკიდებულება მშვიდობიანი პროტესტის მიმართ და ამბობს იმას, რომ თავადვე მოუწია ბიძინა ივანიშვილის გუნდს უკან დახევა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კარგად დაინახეს, იმდენად მებრძოლია ქართული საზოგადოება, რომ ისინი სისხლის სამართლის წესით პატიმრობაზე წამსვლელებიც კი იყვნენ, მას აქ დახვდნენ მისი თანამებრძოლები, ასევე ადამიანები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად გამოდიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ასევე მათი პოზიციაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არის იდენტური. ყოველი მათგანი მტკიცე პოზიციას აფიქსირებს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველდღე ისევ გამოვლენ რუსთაველზე, მათ შორის დღესაც მიიღებენ მონაწილეობას მარშებში და მთავარი აქცენტი ასევე კეთდება იმაზეც, რომ მოდის 28 ნოემბერი, საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც არის დუალური მნიშვნელობის და აერთიანებს ორ ემოციასა და განცდას. პირველი ეს არის ფრუსტრაცია და იმედგაცრუება ირაკლი კობახიძის მოღალატეობრივი განცხადების გამო, ხოლო მეორე ბრძოლის დაწყების თარიღად მოიაზრება 28 ნოემბერი, ამიტომ ისინი დღესაც მომდევნო დღეების განმავლობაშიც და ასევე ამ უმნიშვნელოვანეს დღესაც ელოდებიან სრულიად ქართულ პროევროპულად განწყობილ საზოგადოებას იმისთვის, რათა შეებრძოლონ და წინ აღუდგნენ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. თუ ჩვენ იქ ვდგავართ 50 აკაცუკი 500 პოლიციელს რატო აცდენენ ჩვენი გულისთვის. წყალს ვერ გადაკეტავ, აქ დაუდებ ბარიერს, სადღაც იპოვის გზას და გავადა. ამიტომ ჩემი აზრით აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მათაც პროცესი გააჩერონ და დაგუნებდნენ დროზე. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ოცნება ვერ ამარცხებს ქართულ ხალხს. უფრო მეტი ძალისხმევით გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, გუშინაც არაჩვეულებრივი აქცია ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გზა ჩაგვიკეტეს, ხალხმა იპოვა თავისი გზა და აქცია ძალიან კარგად დასრულდა. მე მინდა ემიგრანტებს მოვუწოდო, რომ რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა ჩავდოთ ამ პროცესში. მე როგორც ემიგრანტი ჩემი წილი უნდა შევიტანო ამ ბრძოლაში და ვიბრძოლოთ ბოლომდე. სხვა არჩევანი არ აქვს. საქართველოს რუსეთიზაციას, რუსეთის გავლენის და რუსეთის ჩრდილქვეშ ცხოვრებას, მაგრამ ქართველი ხალხი არასდროს არ შეეგუება ამას. თვითონ რუსიკო კობახიძე იბრძვის იმისთვის, რომ მისი შვილები, შვილიშვილები და საზოგადოება, რომელთანაც ის ურთიერთობს და რომელთანაც არც აქვს ურთიერთობა თუნდაც, იყვნენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. აი ამ ადმინისტრაციული სასჯელზე საერთოდ ლაპარაკი როგორ შეიძლება იმასთან შედარებით, რა მიზანით ჩვენ გვაქვს და რა მიზანსაც ვემსახურები და რუსიკო კონკრეტულად. მე ვიცი რატომ აქ დააპატიმრეს, იმიტომ რომ რუსიკო არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია არიღლება ადამიანების დარწმუნებით, ახსნით, სიმართლის თქმით. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. ამ ცნობილი და მისთვის სახასიათო ფრაზით დატოვა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორი რუსიკო კობახიძე, მისიც და მისი თანამებრძოლებიც გეგმავენ, რომ გააგრძელონ პროტესტი, ამიტომ მას დღესაც ვიხილავთ დედაქალაქის მთავარ გამზირს. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.